უხარია დეონს რა თქმა უნდა რომ წონა აქ მომატებული, მაგრამ მე მინდა რომ ჩემებურად მაინც გული შემტკივა, მე მაგან მითხრა რამოდენიმე ხნის უკან, შენ მე მითხარი დეონ, რომ შენ ცოტა ავანტყოფურად გამოიყურები, შენ მეგობარო რეალურად ავანტყოფი ხარ, ხა რო გიყურებ, მე შემიძლია ჩუმად მოვიდე ამიღამ და სამანტყოფოში წაგიყვანო, გიმკურნალო და მე ღირსეული კონკურენცია გამიწიო. You know, when we met, Devon, you said that you kind of look sick and you look bad, which I agree, you definitely do. And we can take you quietly, we can fix you up, make you all healthy, and after that, then we can get a proper match when you feel better. Because right now, all that weight. რაც შეეხება შეჯიბრზე, ხელს გულზე დაკიდებ და ისე გაგატან. კერძზე, გულზე რა გადავთვალე ნებისმიერ. And for the match, I'm gonna put your hand to the heart, and I'm just gonna take you, send you back home. Okay. Opana. I'm here with Gennady Kukrina, Alex. Gennady, we're 2 days away from the event. What is the feeling in Georgia? ორი დღე დარჩა შეჯიბრისთან. რა გრძნობაა საქართველოში, რა ხდება? პირველ რიგში ძალიან კარგი არის რომ ივენტი საქართველოში ტარდება. ხალხიც გახარებულია რა თქმა უნდა, ჩემი გულშემატკივრები ძალიან ბევრი იქნებიან დარბაზში. ზოგი იძახის იმას რომ დიდი პასუხისმგებლობა მაქვს და პირიქითი მოქმედებ ჩემზე. ზოგი იძახის იმას რომ მე ისეთი ხასიათი მაქვს რომ ეს უკეთესია. კი, კარგი მხრივ რომ საქართველოში ტარდება, მაგრამ მე რო ავდივარ სცენაზე, იქ უკვე მთავრდება სადვარ. მნიშვნელობა არ აქვს, მე უნდა მოვიგო. ბარატი იძახის რომ მოსაგებად არ ჩამოსული, მაგრამ მოუწევს წაგება. The feeling is great in Georgia. People are very excited. And you know, some people say it's a big responsibility to compete in your home country. Some people say it's the opposite and it gives me the power with my old attitude. And Devon comes down saying he come to win, but he has to lose. He has to get ready to lose. ეს შეგრძნება წლების უკან საქართველოს ჩემპიონატზე რო გამოვდიოდი, ჩემი გულშემატკივრები იყვნენ, რაღაც სასიამოვნო არის ყველა მხრივ და რა თქმა უნდა გაძლევს კაც რაღაცას, მაგრამ სცენაზე მე მაინც ყოველთვის მაქსიმუმს ვძებ, სადაც არ უნდა ვიყო. უბრალოდ მოგების შემთხვევაში მე მინდა ჩემი გახარებული გულშემატკივრების თვალები დავინახო და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. No, it's a great feeling when I remember at World in Georgia. Everyone was cheering for me, all the Georgian guys. It feels great, but he said before, when you come up to the stage, all the Georgia, everything, it doesn't matter where I am. I'm just competing. And at the end, when I win, I want to see the faces of my supporters, Georgian guys that rooting for me. I want to see their happy faces when I win, and I'll do everything that I can to do it. It is a big responsibility. I feel like we didn't know what kind of atmosphere we will have, Devon coming into this, but he's feeling a lot of love. Like there's a lot of supporters. Like you guys been going back and forth, but it doesn't feel like anyone here really hates him because I think they respect Devon as an athlete. Is that the same feeling for Gennady? Devon ჩამოვიდა და როგორც გვეგონა ესე არ არის, პასუხისმგებლობა არის, რა თქმა უნდა, რაც თქვა, პირველი და Devon-ს ყველა უყვარს აქ, როგორც ჩანს, დადის მშვიდად, არავინ არაფერს არ ეუბნება თქვენ. რატო უნდა ვთქვა? აქ თქვენ ყველა უსაფრთხოდ ხართ, ყველა. ვინც ჩანს ზოგადად და კლავჭიდის სფეროში ხართ, ყველა უსაფრთხოდ ხართ, პირიქით, ყველას უყვარხართ. ეს ჩვენ ვაკეთებთ ამას, სულ ლაპარაკობთ, რომ სპორტია, პირად ცხოვრება ეს რა შუაშია. პირიქით, ჩვენ სტუმართმოყვარეები ვარ და გვიყვარს სტუმრიანობა, რომ ჩამოდიან ჩვენ ქვეყანას აფასებენ. ეს დიდი პატივია ჩვენთვის ის ვესტი საქართველოში რომ ჩამოვიდა, ეს არის დასაფასებელი. ლარატი რომ ჩამოვიდა საქართველოში, ეს ის დაფასებაა. კიდე რამდენი ადამიანი გაიცნობს საქართველოს, ბევრმა შეიძლება არ იცის, ხო? ესეთი ივენთები, რაც უფრო მეტი ჩატარდება, რაც უფრო მეტი ცნობილი ხალხი ჩამოვლენ საქართველოში, ეგ არის კაი. კი, ჩვენ ბრაზდებით ერთმანეთში რაღაცეებში, მაგრამ ისევ ჩვენ ვრიგდებით. ეს ჩემი და დეონის პრინციპებია და მაგიდასთან იქ ცოტას ვატკენ და ეგ იქნება всё. Yeah, you know, it's completely opposite. There's sport and there's real life. It's opposite. We're very welcoming people, and everyone here loves all of people from arm wrestling, and it's great that people come here. It's
it's respectable. You know, Devon coming in, it feels good. All the athletes coming in, it feels good. And me and Devon are like, we'll fight, but after the match, we'll be friends again. This is how we do it, and we just have to fight it at first, and then we'll be friends again. Does he feel he has more pressure, even though he won the first time? Does he feel more pressure in this match, the second time, or does he feel like Devon should have more pressure in this match? ანუ რაღაცა ზეწოლას გრძნობ, მიუხედავად იმისა, რომ პირველ მატჩში შენ მოიგე, თუ შენი აზრით უფრო დიდი ზეწოლა დევონს აქვს. დევონს ყოველთვის ჩემთან არ გამოსდის რა, თავისი სტილი ახლა რასაც აკეთებს ბიჭებთან ხო ხედავ. ეს ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარეც არის რა, მე თბილისში ჩამოვედი მარტო, ასე რომ ვთქვათ, სასწავლებლად იყო 90-იანები. სანამ სასწავლებლად ჩამოვიდნენ, მანამდე ჩამოვდიოდი. მე აქ ახალი ცხოვრება შევქმენი, სრულიად მარტო ქუშაშიც, რა ვიცი, ბევრგან, სპორტშიც, სულ მარტო ვიყავი. ასე რომ მე ერთი დევონი ვერაფერს ვერ დამაკლებს. აქ საქართველოში მრავალია ისეთი, ვისაც დევონისნაირი ხუმრობა უყვარს სიტყვაზე. ჩვენთან ეს ჩვეულებრივი ამბავია. მე შემიძლია ხუმრობათ მივიღო, შემიძლია გაუბრაზდე და უთხრა, რომ ესე აღარ გააგრძელო. მე ვმართავ ამ ეტაპზე მაგას, მაგას ხვდება. You know, I came in Tbilisi alone, came here a couple of times and started a new life basically here, all alone. And people like Devon, there's a lot of people like this who like joking, who act like this, but Devon's shenanigans will never work on me, and he knows it. And all the talking and joking, like I can get it as a joke, or I can get it serious and then say, no, don't do it again. I'm the one controlling it. And Devon knows that it doesn't work on me. That's the way I grew up into. დევონს რა სტილიც აქვს, კონკრეტულად პიროვნებას სიტყვაზე შეეხება, მაგრამ იტყვის აი უკრაინელსო უკრაინა მაგარი ქვეყანა, ხალხს თავს აყვარებს რა თქმა უნდა. არა, პიროვნულადაც კარგია რა თქმა უნდა. იგივე პოლიტიკა აქაც რა, მე გენადისთან მაგას არ ყვით, რომ საქართველოს ესეთია შესწავლილი, ერთად მადლობა რომ შეისწავლა რა თქმა უნდა. ხო და არის გამოსდის ამ ადამიანს ეს ყველაფერი იდეალურად, მაგრამ ჩემზე ზემოქმედება ვერა რა. You know how he competes against Ukrainians and then he has problem with that person, but then he like turns around like, I love Ukraine. I have fight with Gennady, but I love Georgia. And he's very good at this, but we love each other personally and it's gonna be fine. No. He just knows that it won't work on him. Yeah. It never does. It never does, yeah. Gennady might be the only guy. Last question. არა, აეროპორტში რო დავხდი რა უთხარი, ორსულად ხარ თქო? When I met him at the airport, I said, are you pregnant? He is. Last time, not last time, but last time you competed, and your form now, you feel much better than you went before with Michael? Like, what is the situation now, in your own words? აი მაიკლთან როცა გამოხვედ იმასთან შედარებით როგორ გრძნობ თავს? უკეთესად რა, უკეთესად. მაშინაც ახლა მე ვიტყვი მაიკლი მაგარი სპორტსმენია, მე უბრალოდ უკმაყოფილო იმაში რომ პირველი მოგება იყო და არ მომცეს. მე გათვლა ვერ გავაკეთე, ეს ჩემი ბრალი იყო უკვე, ეს ნაოპერაციული კუნთი დამეღალა პირველ ბრძოლაში, ძალიან დამეღალა რა. არ გავთვალე, არ მოვზოგე თავი, ხვდები, ანუ არ ამოვედი ზევით. აი შემეძლო ბევრი რამე გამეკეთებინა, მაგრამ იმხელა იმედი მქონდა რომ ჩავიტანდი, ვახებდი ხელს იმას და არ მომცეს მოგება. მე არ ვიყავი ცუდ ფორმაში, მაიკლი კარგ ფორმაშია და მაგას ალბათ დაამტკიცებს კიდევაც რა. ასე რომ ვთქვათ, დიდი სხვაობა რაღაცა სწავლი მაიკლსა და დევონს შორის, მე ეგრე არ ვიტყვი, ეხლა უკეთეს ფორმაში ვარ ვიძახის, მაგრამ მეც უკეთეს ფორმაში ვარ მაიკლის მერე მოუმატე, ესე იგი მაგარი ბრძოლა წავა ყველა ვარიანტში. You know, I won't say that I was in a good shape and Michael was just perfect. I think I was in good shape. Michael was very good as well. And maybe in the first round, I made a bit of a mistake. I didn't assess my powers correctly. Maybe I could have done something differently. I just really had that hope of I could pin him and I could bring him down. Maybe that was a mistake and I felt my muscles pumping. I wouldn't say that Michael and Devon are very different from each other, but I'm sure that my form is good now too. I get better, and Michael was very good as well, which I'm sure he will prove right now. And I know for sure it's going to be a good fight. Oh, it will be. It will be. Everyone's really excited. We can't wait. This is the match. This is the rematch. Might be the rematch of the year. Gennady Kukrina, Devon Larratt. I wish you good luck and thank you.